გამარჯობა. თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ბოლოს როდის მიიღეთ ხელნაწერი წერილი, ან თქვენ ვის გაუგზავნეთ, რადგან წიგნი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, ეს არის კაპკა და მოგზაური თოჯინა, თანამედროვე ესპანელი მწერლის ჯორდი სიერა ფაბრას რომანი, სწორედ ამ პირად წერილებს ეხება. ბალიში ზაფხულში შევკერე, მაგრამ ვერ მოვახერხე, რომ ჩამეწერა ვიდეო და წიგნი დღეს დილას ალბათ მეოთხედ წავიკითხე. გახაზული მაქვს მინაწერები, საინტერესო ფრაზებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები აღმოაჩენთ ამ წიგნში და ერთ-ერთი ასეთი არის, რომელთაც შეიძლება რომ დავიწყოთ საუბარი, ეს არის განა პატარა გოგოს გადარჩენა სამყაროს გადარჩენის ტოლფასი არ იყო და გადარჩენა გოგოს გადარჩენაზე შეიგულისხმება ის, რომ ამ წიგნის პერსონაჟმა ფრანც კაპკამ ბავშვი ტირალი გოგო აღმოაჩინა ბერლინის ერთ-ერთ პარკში, სტეგლიცის პარკში და რომ გამოვკითხა მიზეზი, გოგო მოპასუხა თოჯინა დავკარგეო და კაპკა მოულოდნელად მოიფიქრებს ასეთ რამეს გამოსავალს, ოღონდ კი აი ეს საშინელი ემოციების ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელსაც თოჯინის დაკარგვა სამყაროს აღსასრული ტოლფასი იყო, ისე განიცდი და დაემშვიდებინა. აი ამ მიზნით ეტყვის, რომ ის არის თოჯინების პოსტალიონი და ხვალ აუცილებლად მოუტანს ბრიჯიდასგან წერილს. გოგოს ქვია ელსი, წიგნში ხვდებით ასევე დორა დიამანტის, ფრანც კაპკას ბოლო სიყვარულს, რომელთან ერთად ცხოვრობდა კაპკა და სიუჟეტი აგებულია ნამდვილ ამბავზე. თავად ეს ამბავი დაკარგული თოჯინის ისტორია ჯორდი სიერა ფაბრამ წერილში 2004 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში დაკარგული თოჯინა ამოიკითხა და რეალურად მომხდარა ასეთი რამ, რომ 3 კვირის განმავლობაში მწერალს უცხო გოგოსთვის მიუწერია წერილები. დაწყებულა კვლევა ძიება, რომ ეპოვათ ეს გოგო, მაგრამ ვერ მიაკლიეს მის ადგილსამყოფელს, ვერ გაშიფრეს ვინ იყო ეს გოგო და ერთ-ერთი მკვლევარი უშედეგოდ დადიოდა თურმე ამ სტეგლიცის პარკში, რომ იქნებ სადმე გადაწყდომოდა ამბავს, ან გაეცნო ეს გოგო და აღმოეჩინა მწერლის დაწერილი წერილები, მიწერილი წერილები. თავად ავტორი გვებოდიშება ბოლოში, რომ დარწმუნებული ვარ, კაპკას წერილები ბევრად უფრო ამაღელვებელი და საინტერესო იქნებოდა, ვიდრე მე შემოგთავაზეთო, მაგრამ ესეც ძალიან მშვენივრად გამოუვიდა, იმდენად ლამაზი წერილები აქვს მოფიქრებული ჯორდი სიერა ფაბრას და გვთავაზობს, რომ აღადგინა წარმოსახვით ის, რაც შეიძლება მომხდარიყო სტეგლიცის პარკში. ამბავი კი რაზე დგას და რაზე ამახვილებს ყურადღებას თვითონ ავტორი ჯორდი სიერა ფაბრა. ეს არის ის, რაც თავად წერილშივე ჩანდა დაკარგული თოჯინა, აი ამ სტატიაში, რომ მწერალმა გულგრილად ვერ ჩაუვარა ბავშვს, ტირალ ბავშვს და სწორედ ამას ეხება წიგნიც, რომ ძალიან შეეხო ამ უშვილო მამაკაცის დავამტყოფი ტუბერკულოზის ჭირდა მწერალს და მისი სიცოცხლის აღსასრული რომ იყო დამდგარი ხვდებოდა. დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი და სწორედ აი ამ გამწარებული ადამიანის სიკვდილის მომლოდინე კაცის ცხოვრებაში გამოჩნდება პატარა ბავშვი და მისთვის წერილების მიწერა იმ მიზნით, რომ ის გაახალისოს, გულიდან დარდი გადაჰყაროს და დაავიწყოს ეს ამბავი, ტრამვად არ დარჩეს თოჯინის დაკარგვა. წერალს მთელი არსებით გადაეშვება ამ თავის მიერ გამოგონილ თავგადასავალში, ამ ბავშვისთვის გამოგონილ თავგადასავალში და ძალიან კარგად არის ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი. კაპკა მოგზაურობს ბრიჯიდს სხვადასხვა ქვეყანაში, იწყება ლონდონით და ჩემი ბოლოდროინდელი ოცნებაც ეხება იმას, რომ ლონდონში ვიმოგზაურო. მოვინახულო ლონდონი დედასთან ერთად და როცა ეს შემხვდა, მინიშნებად მივიღე, რომ ეს აუცილებლად გამომივა ეს ჩანაფიქრი.
პარიზი, ტანზანია, კიდევ სხვა ქვეყნები, ვენა, სამი კვირის განმავლობაში დამოგზაურობთ ბრიჯიტით. ბოლოს ოჯახს ქმნის, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ავტორმა, მწერალმა და ბავშვის დედასაც ვეცნობით ის აღმოაჩენს ამ წერილებს და გადაწყვეტს, რომ მოინახულოს ამ წერილების ავტორი, მამაკაცი. ძალიან საინტერესო გზავნილებია, როგორც უკვე ვთქვი, და მაგალითად ასეთი, რომ ბავშვების განცდები, ბავშვების ტირილი იმდენად მძაფრია, არ ვიცი რა შევადარო, ყურადღება მისაქცევია და ზოგჯერ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ტირის და გაუვლის, არ ვიცით იმ დროს ის როგორ ისეთი მთელი არსებით განიცდის ამ დარდს, რომ ჩვენ გვიჭირს აღვიქვათ, რაც მწერალმა დაინახა და დასაფასებელია სწორედ მისი ქმედება და ის რომ ჯორდი სიერა ფაბრამ სწორედ ეს წამოსწია წინა პლანზე ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა და ძალიან ლამაზი რომანი შემოგთავაზა. ისე უნუგეშოთ, ისე მწარეთ ტირო და გეგონებოდა სხეულში მთელი ქვეყნის სადარდებელი უდუღდა. მათ შეეძლოთ ბავშვებს სხეულში ჩაბუდებული ზღვარზე მყოფი ენერგიისა და ფაქიზი ნერვიული სისტემის წყალობით ერთდროულად ეცინათ და ეწირათ კიდეც. დანარჩენი თავად ამოიკითხეთ ის ფრაზები. ეს არის ჩემი წარწერა, როდესაც ვიყიდე წიგნი 2024 წელს მაქვს დატოვებული, არ 23 წელს. და ვულოცავ თიკოს კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ თარგმანს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. და წიგნის წარწერა კი ამგვარია. აქ იყო მისი სული და სხეული, იმ ხელნაწერებში მწერლის გული ფეთქავდა. ხელნაწერებში დატოვებული გულის ფეთქვა, ამაზე ამ ფიქრს გიტოვებთ ბოლოს 21 წიგნით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, ვინც ისმენთ. 2023 წელს ლოკაურის გამომცემლობამ გამოსცა წიგნი კაფკადან მოგზაური თოჯინა. თარგმნა ჩემმა მეგობარმა თინა ბატიაშვილმა, ეს ძალიან მიამაყება, რომ ასეთი აქტიური თარგმნელია და გვჩუქნის ძალიან საინტერესო რომანებს თანამედროვე ესპანური ლიტერატურიდან, საბავშვო ლიტერატურიდან და რაც მთავარია, ძალიან უყვარდებათ ეს წიგნები ბავშვებს. შაბათის მკითხველთა კლუბის 20-ზე მეტმა ბავშვმა წაიკითხა და შემიძლია თავად გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანისთვის საყვარელ წიგნად იქცა კაფკადან მოგზაური თოჯინა.